რა მომწონს ამ სამზარეულოში ეხლა გაჩვენეთ. მოგზავნეთ. პირველ რიგში მომწონს აი ეს სისადავე, თვითონ სამზარეულოს ფერი და ოთახის კედლების ფერი არის შერწყმული ერთმანეთს და ძალიან ნაზად არის გამოყვანილი. კიდევ ეხლა გადავალ დეტალებზე. კამერამენ, აი ეს მომწონს. ვიტრინით დაწყება, რომელიც ხის ფერში გვაქვს შიდა კონსტრუქცია გაფორმებული და აქედან ფეხზე გვაქვს განათება აი მასში ჩაფრეზე. ეს მომწონს. კიდევ უფრო მაგრად მომწონს აი ეს თემა, ორი მაცივარი რა. აქეთ გვაქვს საყინულე, აქეთ გვაქვს ჩვეულებრივი მაცივარი. აი ეს ტენდენცია წამოვიდა ამ ბოლო ხანებში. შეიძლება მეც წამოვიყვანე, მაგრამ წამოვიდა და ძალიან მაგარია. ასევე ჩაშენებული საცხობი მიკროტალღური ისეთ სიმაღლეზე რომ კომფორტული იყოს. ძალიან მომწონს და პრაქტიკულია და აი ეს ერთი კედელი მთლიანად მასიურად რო გვაქვს ჩახურული, ეს არის კიდევ ძალიან კომფორტული და ლამაზი. ეს უჯრა მომწონს კიდევ ძალიან, იმიტომ რომ კუთხე ხდებოდა ცოტა გამოუსადეგარი და აი ესეთ შემთხვევაში უკვე არის იდეალური რა, შეგვიძლია მრავალფუნქციურად გამოვიყენოთ. ასევე აქ გვაქვს ვიწრო შემსვლელი კარა და მომწონს კიდე რა? აი ეს მომწონს. ორი საბოთლე. ჭურჭლის მანქანა. თუ ბევრი მეკითხება ხოლმე რომ ჭურჭლის მანქანის თავზე გაზის ჩასმა შეიძლება თუ არა? ეხლა ზედაპირად არა აქვს გეტყვით. კვარცი ძალიან მომწონს და იქნება კვარცი და მე კიდევ გაჩვენებ. ანუ ჭურჭლის მანქანის თავზე დგება გაზი. გამწოვი შეგვიძლია გაჩვენოთ ამოსაკრავი გამწოვი. რომ აი გარედან არანაირად არ ჩანს და იერსახეს არ გვიფუჭებს და ასევე რა თქმა უნდა LED განათება, რომელიც ძალიან სამუშაო დაფას გვინათებს. და ძალიან მაგრად მომწონს აი ესენი რა. უჯრები უჩინარ სალასკებზე. იდეალური მოსახმარია და დიდი მოცულობის უჯრაზეც ძალიან კარგად მუშაობს. ამ სამზარეულოს დასრულებულსაც გაჩვენეთ უკვე ზედაპირი დაიფარება საბოლოო სახე და დალაგებული გაწმენდილი. გაჩვენეთ მე ამ ყველაფერს. მოხმარებელი ამ წუთში მოვიდა, შეგვითვალიერა ჯერ ემოციებს ვერ გამოხატავთ, მაგრამ დამერწმუნეთ დასრულებულზე შედეგი იქნება ძალიან მაგარი. თქვენ ჩემი ფასეთ შეგეძლიათ კომენტარებში დამიწეროთ როგორ მოგწოთ რა ალუმინის კანტები რა ბევრი რაღაცები გამომჩა და მე უკვე დასრულებულზე და საბოლოო სახეს რო გაჩვენებთ მაგიხსნით რა ყველაფერს რა მადლობა